ერთი წუთით რო აჭუქოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, მშობელს ის ერთი წუთი მილიონს უღირს. რას ფიქრობთ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დაფინანსებაზე? რა თქმა უნდა ფინანსებოდეს. უნდა დაფინანსდნენ, აუცილებლად. ეს არის ისეთი დაავადება, რომელსაც საკუთარი სახსრებით ვერ მიხედავს მშობელი და დახმარება ჭირდება. თითოეულ წუთს აქვს აქ მნიშვნელობა. აი მინისტრმა თქვა ასეთი რაღაც, რომ მხოლოდ 5 წლით გადაავადებს ეტლში ჩაჯდომას. თქვენი აზრით არა, ერთი წუთით რო აჭუქოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, მშობელს ის ერთი წუთი მილიონს უღირს. რაზე ამაზე მეტის ლაპარაკი არ შეიძლება კომენტარი მეტი. რატომ არ აფინანსებენ თქვენი აზრით? ნაგვები არიან და იმიტომ. რასაკვირველია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რაც შეძლებელია, რომ რაღაცა შვება იგრძნონ ამ ბავშვებმა. არ გამიგია როგორც ასეთი, მაგრამ წესით ბავშვების მიუხედავად ბავშვებთან დაკავშირებით უნდა დააფინანსოს. ვინ როგორც უნდა ისე აკეთებს შვილო, ჩვენი ლაპარაკი ტყუილია. ჩვენი თხოვნა ტყუილია. რაც შეპირდნენ, არაფერს არ აკეთებენ. მარტო თავის ჯიბის თვინ ფიქრობენ და ხალხის თვინ არც ერთ დროს არც იყო, არც იქნება. იმედიც არა გვაქვს ჩვენაც. იმიტომ რომ ყველაფერი ტყუილია.